საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა და 200 ლარი გახდა. პენსიის ზრდას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. როგორც 2019 წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, სოციალურ დაცვის და საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილია 2.690.000 ლარი, საიდანაც 1.925.000 ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პენსიის ზრდა 20 ლარით 2019 წლის 1 იანვრიდან. როგორც ცნობილია, საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. თუ რას ფიქრობს მარნეულის მოსახლეობა პენსიის ზრდასთან დაკავშირებით, მარნეულის ტელევიზიამ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. დიახ, ვიცი, გაზეთში წავიკითხე, რომ პენსიას ზრდიან, არ მყოფნის ჩემი პენსია ბუნებრივი აირის გადასახადშიც კი. პენსია მოამატეს, მადლობა ხელისუფლებას, თვის 15 რიცხვიდან 20 ლარით მოუმატეს პენსიას და ახლა 200 ავიღებ. დიახ, მსმენია, ვიცი რომ იმატებს პენსია, მაგრამ ყველაფერი ძვირდება. არ ვიცოდი, მერე გავიგე რომ პენსია 20 ლარით იზრდება. პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ პენსია გაიზრდება 1 იანვრიდან. ვიცოდი რომ 20 ლარით მოემატებოდა პენსიას, 200 ლარი არ არის საკმარისი, 1 კილო ხორცი 18 ლარი ღირს. თქვენგან გავიგე რომ 200 ლარი გახდა პენსია. კმაყოფილი ვართ, რომ 20 ლარი დამიმატეს. მაინც არ ყოფნის. 20 ლარი რომ დამიმატეს, მაგრამ პროდუქტები სულ გაზარდეს. აბარა, 20 ლარი ცოტა კიდე უნდა დაიმატონ. 2019 წლის თებერვლიდან ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სისტემის შექმნა, დანერგვა, ფუნქციონირება. მარნეულის მუნიციპალიტეტში 2017 წლის ბოლოს მიღებული იქნა ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასთან თანხვედრაში მუნიციპალიტეტში შემუშავებული იქნა ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. 2019 წლის დასაწყისიდან მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო მუშაობა სამოქმედო გეგმაზე და სტრატეგიასთან თანხვედრაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სეპარირება. მინდა აღნიშნო, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში სეპარირებასთან დაკავშირებით არის გამოცდილება, რადგანაც მუნიციპალიტეტი იყო საპილოტე და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის შეპესე ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო. და აღინიშნოს, რომ ამ საწარმოში ასევე ხდება დაგროვება პლასტიკის, მწვანე ნარჩენების და ქაღალდის. ანუ მარნეულის მუნიციპალიტეტს სეპარირებასთან დაკავშირებით აქვს ერთგვარი გამოცდილება, მუნიციპალიტეტის ქუჩებში დგას ურნები, სადაც ხდებოდა დახარისხება ნარჩენებისა. ეს ძალიან გვიწყობს ხელს იმაში, რომ 2019 წლიდან კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ არეალი სეპარირების და მუნიციპალიტეტში შევქმნათ მოსახლეობისათვის სუფთა გარემო. 2018 წლის ბოლოს მარნეულის მუნიციპალიტეტს გადმოეცა სეპარირებისთვის 30 ფერადი ურნა და 200 საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა. სეპარირებისათვის განკუთვნილი ურნები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიდგა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სხვადასხვა რაოდენობით, სხვადასხვა პერიოდში მუნიციპალიტეტს გადმოეცა სხვადასხვა ფერის ურნები და 2018 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტს 30 ფერადი ურნა გადმოეცა სეპარირებისათვის, რომელიც განთავსდება სხვადასხვა ტერიტორიაზე და შესაბამისად მოხდება იქ უკვე სხვადასხვა სახის ნარჩენის დაგროვება. 2018 წელს მუნიციპალიტეტს გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც ჰქონდა აღებული, ფაქტობრივად შესრულებული არის. მუნიციპალიტეტისთვის უნდა გადმოცემულიყო ურნები და 200 ახალი ურნა არის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაში განთავსებული. ეს ურნები არის საკმაოდ მაღალი ხარისხის, ბიოლოგიურად სუფთა ნივთიერებებისგან არის დამზადებული და ასე რომ საფრთხე არ ექმნება მოსახლეობას. ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტში აღრიცხული იქნა ყველა ქაოსური ნაგავსაყრელი. მარნეულის მუნიციპალიტეტის
მიერ 2018 წელს აღრიცხული იქნა ყველა ის ქაოსური ნაგავსაყრელი, რომელიც მდებარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე შემადგენლობა ნაგავსაყრელზე, რა შემადგენლობის ნარჩენები იყო განთავსებული, ამის შესახებაც აქვს უკვე მუნიციპალიტეტს მონაცემები და შესაბამისად გვაქვს GPS კოორდინატებიც. გარდა ამისა, 2018 წლის ოქტომბრის თვეში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქციები. დაახლოებით 4 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა დასუფთავების აქცია. ეს იყო დამიაგეურ არხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები, ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები, წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაილარში ჩატარდა დასუფთავების აქცია და ასევე სხვა სოფლებში. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად მოსახლეობასთან შეხვედრას და ვიდეორგოლების დამზადებას გეგმავს. 2019 წლიდან იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის გეგმავთ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსახლეობამ თვითონ შეძლოს რომ არ დაანაგვიანოს ტერიტორიები და ამის შესახებ ჩვენ გვინდა ვიდეორგოლებიც მოვამზადოთ და თვითონ უშუალოდ მოსახლეობასთან გქონდეს შეხვედრები. 2019 წელს იგეგმება ურნების დამატება, ასევე სეპარირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები არის გათვალისწინებული და ვფიქრობთ, რომ 2019 წლის ბოლოს უკვე ეროვნულ სტრატეგიასთან თანხვედრაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სეპარირება უკვე უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი.